გამარჯობათ ლუკა და ანდრია. როგორ ახართ, ბავშვებო? კარგად იყავით. დავიწყოთ აბა მაგალითები. აბა დავიმეოროთ. 2 მეშვიდედი როგორი წილადია? ლუკა. წესიერი ხომ? ოჩა. თუ მრიცხველი ნიშნულზე ნაკლებია, ასე წილად წესიერი წილადი ეწოდება. 2 მეშვიდედს მთელამდე რამდენი აკლია? აბა ოჩა, 5 მეშვიდედია თქვი ხო? აი მართალია. აბა მითხარი, 3 მერვედი ანდრია როგორი წილადია? 3 მერვედი ჩემთან ერთად. 3 მერვედი როგორი წილადია? წესიერი. ოჩა. რატომ თუ მრიცხველი ნიშნულზე ნაკლებია, ასე წილად წესიერი წილადი ეწოდება. აბა გაიმეორე ანდრია, როგორ წილადს ეწოდება წესიერი? თუ მრიცხველი ნიშნულზე ნაკლებია. ეს არის მრიცხველი, ეს არის მნიშნელი. აბა გაიმეორე ანდრია, როგორ წილადს ეწოდება წესიერი? თუ მრიცხველი ნიშნულზე ნაკლებია, ასე წილადს წესიერი წილადი ეწოდება. ოჩა, აი მართალი თქვი. 5 მეშვიდედი ლუკა როგორი წილადია? აბა მითხარი? წესიერი, დიახ, მართალია. აბა მითხარი 5 მეშვიდედს მთელამდე რამდენი აკლია? 2 მეშვიდედი ლუკა. ოჩა, როგორ მიიღე? 7 უნდა გამოაკლო 5 არის 2 მეშვიდედი. 5 მეშვიდედს მთელამდე 2 მეშვიდედი აკლია. 3 მე-17-ს ანდრია მთელამდე რამდენი აკლია? ოჩა, 14 მე-17 აკლია. 3 მე-17 როგორი წილადი ანდრია? წესიერი. ოჩა. 2 მე-15 ლუკა როგორი წილადია? ჩემთან ერთად გაიმეორება? ოჩა, წესიერი წილადია. აბა მითხარი ლუკა, 2 მე-15-ს მთელამდე რამდენი აკლია? ოჩა, როგორ იპოვე? 15-ს უნდა გამოაკლო 2, 13 და 15 მიეწერება. 3 მე-11 ანდრია, როგორი წილადია ეს? ოჩა, წესიერი წილადია. 3 მე-11-ს მთელამდე რამდენი აკლია ანდრია? 8 მე-11 ესე სწორია. როგორ მიიღე 8 მე-11? 11-ს უნდა გამოაკლო 3 არის 8 და 11 მიეწერება. ახლა დავწეროთ. ათი მთელი 3 მე-7-ს გამოკლებული 2. ეს არის ჩვეულებრივი. ანდრია მითხარი, როდესაც შერეულს ვაკლებთ მთელს როგორია? ჩვეულებრივია. 10 გამოკლებული 2 არის 8 და 3 მე-7 მიეწერება 6 მთელი და 1 მე-9-ს გამოკლებული 4. ეს 6 მთელი 1 მე-9 მინუს 4 ეს როგორია ლუკა? ჩვეულებრივია, როდესაც შერეულს ვაკლებთ მთელს, ეს არის ჩვეულებრივი. 6 გამოკლებული 4 არის 2 და 1 მე-9 მიეწერება 8 მთელი 3 მე-11-ს მინუს 5. ეს არის ჩვეულებრივი, ანდრია. თუ შერეულს ვაკლებთ მთელს, მაშინ ეს იქნება ჩვეულებრივი 8-ს გამოკლებული 5 3 მთელი და 3 მე-11 მიეწერება 6 მთელი და 2 მე-9-ს გამოკლებული 3 მთელი. ლუკა, როდესაც შერეულს ვაკლებთ მთელს როგორია ეს? აბა ჩემთან ერთად ელაპარაკე? ჩვეულებრივია. ოჩა,
ჩვეულებრივია ნიშნავს იმას, რომ 6 უნდა გამოვაკლოს 3, 6 მთელს უნდა გამოვაკლოს 3 და ის 2/9 მიეწერება ჩვეულებრივის დროს. ლუკა 6 უნდა ამ მთელს უნდა გამოვაკლო ეს 3 და დაწერო აქ 3 და ის 2/9 მიეწერება. თორმეტი მთელი 3 მე-17-ს გამოკლებული 5. ანდრია, ეს როგორია? როდესაც შერეულს ვაკლებთ მთელს როგორია ეს? ჩვეულებრივია, ყოჩა. ახლა ჩვეულებრივის დროს 12-ს უნდა გამოვაკლო 5 არის 7 და 3 მე-17 მიეწერება. შემდეგი 5 და 2/9 მინუს 3. ლუკა, როგორია ეს? 5/2/9-ს როდესაც შერეულს ვაკლებთ მთელს, აბა ჩემთან ერთად დილაპარაკე, როცა შერეულ წილადს ვაკლებთ ჩვეულებრივ წილადს, მაშინ ყოჩა, ის ჩვეულებრივია. 5-ს გამოკლებული 3, 5 გამოკლებული 3 2 და ის 2/9 კიდევ მიეწერება. 7 და 1/20-ს გამოკლებული 4. ანდრია, როდესაც ეს შერეული წილადია და ვაკლებთ მთელს, როდესაც შერეულ წილადს ვაკლებთ მთელს, მაშინ ის როგორია? ყოჩა, ჩვეულებრივია. ჩვეულებრივის დროს 7-ს გამოკლებული 4 3 და ის 1/20 მიეწერება. აბა აუხსენი შენ პატარა ძმას 8 და 3 მე-11-ს გამოვაკლოთ 5. ლუკა, როდესაც 8/3 მე-11-ს, ანუ შერეულ წილადს, როდესაც ვაკლებ მთელს, მაშინ ის როგორია? ჩემთან ერთად ელაპარაკე, აბა? ყოჩა, ჩვეულებრივია ეს. ჩვეულებრივის დროს მთელს, ანუ 8-ს უნდა გამოვაკლო 5 3 და 3 მე-11 აქ უნდა მიაწერო. შემდეგ მე-15 6-ს გამოკლებული 2/1/7. როდესაც მთელს ვაკლებთ შერეულ წილადს, ის არაა ჩვეულებრივი. ანუ 6 გამოკლებული 2 არის 4, მაგრამ აქ წერთ 4-ზე ერთით პატარას 3, როდესაც 4-ის ნაცვლად ერთით პატარას წერთ, მაშინ 1/7-ს თელამდე რამდენიც აკლია, ის უნდა მივაწეროთ აქ 6/7 აკლია. აბა ანდრია, 8-ს გამოკლებული 3 და 4/9. როდესაც მთელს ვაკლებთ შერეულ წილადს, ეს არის ჩვეულებრივი? ეს არაა ჩვეულებრივი. ამიტომ 8-ს გამოკლებული 3 5-ია, მაგრამ აქ 5 კი არ უწერთ. არამედ ერთით პატარას წერ. 5-ზე ერთით პატარა არის 4 4/9-ს თელამდე რამდენიც აკლია, ეს უნდა მივაწეროთ აქ. 4/9 თელამდე რამდენი აკლია? ლუკა, ანდრია. დია, 5/9 აკლია. ყოჩა. შემდეგი 3-ს გამოვაკლოთ 1 და 1/8. როდესაც თელ რიცხვს ვაკლებთ შერეულს, მაშინ ის არაა ჩვეულებრივი. 3-ს გამოკლებული 1 2-ია, მაგრამ წერთ ერთით პატარას, 1/8-ს თელამდე აკლია 7/8. აი ეს მიეწერება აქ. შემდეგი
9-ს გამოკლებული 3.4. აბა ანდრია ჩემთან ერთად ილაპარაკე, როდესაც მთელს ვაკლებთ შერეულ წილას, ეს არის ჩვეულებრივი. ხმამაღლა ილაპარაკე, აბა გააგონე შენს ძმას. ეს არაა ჩვეულებრივი, მართალია. აბა მითხარი 9-ს გამოკლებული 3 რამდენია? 6. აქ 6 უნდა დავწეროთ? არა, 1 პატარა, ანუ 5. როდესაც აქ 1 პატარას დავწერ, აქ უნდა მივაწეროთ 4/7-ს თელამდე რამდენიც აკლია ის, ანუ 3/7 აკლია. ოჩა. აბა ლუკა 5-ს გამოკლებული 2.3. როდესაც ლუკა მთელს ვაკლებთ შერეულ წილას, ეს ჩვეულებრივია? ოჩახ, ეს არაა ჩვეულებრივი. ანუ 5-ს გამოკლებული 2 3-ია, მაგრამ აქ 3 კი არ დავწერთ, არამედ 1 პატარას დავწერთ. 1 პატარას დავწერთ, ანუ 2. როდესაც 1 პატარას ვაპარაკობთ, 3/20-ს მთელამდე რამდენიც აკლია ის უნდა დავწეროთ, ანუ 20 გამოკლებული 3 17/20 აკლია. 20 უნდა გამოაკლოს 3 17/20. შემდეგი 9-ს გამოვაკლოთ 6.2. როდესაც მთელს ვაკლებთ შერეულ წილას, ეს არის ჩვეულებრივი. აბა ჩემთან ერთად ილაპარაკეთ? არა, ეს ჩვეულებრივი. ანუ 9-ს გამოკლებული 6 3-ია, მაგრამ წერთ 1 პატარას 2 და აქ 2/17-ს მთელამდე რამდენიც აკლია ის უნდა მივაწეროთ. 17-ს გამოკლებული 2 არის 15/17. შემდეგი 10-ს გამოკლებული 3.1. როდესაც მთელს ვაკლებთ შერეულ წილას, ის არაა ჩვეულებრივი. 10-ს გამოკლებული 3 7-ია, მაგრამ წერთ 1 პატარას 6.1/1-ს მთელამდე აკლია 7/1. შემდეგ 9-ს მინუს 4.1/6. არც ეს არის ჩვეულებრივი, რადგან მთელს ვაკლებთ შერეულ წილას. 9-ს გამოკლებული 4 5-ია, მაგრამ წერთ 1 პატარას 1/6-ს მთელამდე აკლია 5/6. შემდეგი მე-16. როდესაც მთელს ვაკლებთ წესიერ წილას, ის არაა ჩვეულებრივი. აქ 5-ის ნაცვლად დავწერთ 1 პატარას 4. თუ 1 პატარას წერთ, ეს იმას ნიშნავს, რომ 3/7-ს მთელამდე რამდენიც აკლია ის უნდა მივაწეროთ. 6 მინუს 2/9. ეს უდრის. როდესაც მთელს ვაკლებთ წესიერ წილას, ის არაა ჩვეულებრივი. 6-ის ნაცვლად წერთ 1 პატარას 5. 2/9-ს მთელამდე აკლია 9-ს გამოკლებული 2 რამდენიცაა 7/9. შემდეგ 8-ს მინუს 1/10. როდესაც მთელს ვაკლებთ ანდრია წესიერ წილას, მაშინ ის არაა ჩვეულებრივი. 8-ის ნაცვლად დავწერთ 1 პატარას 7.1/10-ს მთელამდე აკლია ოჩა 9/10 აკლია. შემდეგი 5-ს გამოკლებული 3/13. როდესაც მთელს ვაკლებთ წესიერ წილას, ის არაა ჩვეულებრივი. 5-ის ნაცვლად დავწერთ 1 პატარას 4.3/13-ს მთელამდე აკლია 10/13 მიეწერება. 8-ს მინუს 4/17. როდესაც მთელს ვაკლებთ წესიერ წილას, ის არაა ჩვეულებრივი. 8-ზე 1 პატარა უნდა დავწეროთ, აქ 7.4/17-ს მთელამდე აკლია 13/17. 6 მინუს 5/11. როდესაც მთელს ვაკლებთ ლუკა წესიერ წილას, მაშინ ის არაა ჩვეულებრივი. 6-ის ნაცვლად დავწერთ აქ 1 პატარას 5/5/11-ს მთელამდე აკლია 6/11. შემდეგი 8-ს მინუს 3/17. როდესაც მთელს ვაკლებთ ანდრია
შერეუწილად ეს ჩვეულებრივია? ანდრია, აბა მიპასუხე? არა, ჩვეულებრივი მართალია. 8-ს 8-ის ნაცვლად აქ დავწერთ ერთით პატარას. ანუ 7.3-ს მთელამდე აკლია 4/17. 14/17 უკაცრავად მაბატიეთ, ბავშვებო. მეც დავუშვი შესწავლა. 3/17-ს მთელამდე რამდენი აკლია რომ გავიგოთ, 17-ს უნდა გამოვაკლოთ 3 არის 14 და მე-17 მიეწერებათ. შემდეგი მეოთხე 8.2-13-ს გამოკლებული 5.4-13. რადგან ჩვენ ხედავთ რომ 2-ს არ აკლდება 4, ამიტომ 8-ს გამოკლებული 5 3-ია, მაგრამ აქ დავწერთ 3-ზე ერთით პატარას, ანუ 2. 13-ს დამატებული 2, 14-ს გამოკლებული 4, 11/13. 7.1/9-ს გამოვაკლოთ 2.4/9. რადგან 1-ს არ აკლდება 4, ამიტომ 7-ს გამოკლებული 2 5-ია, მაგრამ აქ 5-ს კი არ წერ, ერთით პატარას დავწერ, ლუკა. ერთით პატარას 4. მერე რას ვაკეთებ? 9-ს უნდა დავამატო 1, 10-ს გამოკლებული 4, 6/9. ას იკვეცება, მაგრამ არ შევკეცოთ, თავი შევიგავოთ. 8.3/11-ს გამოვაკლოთ 4.6/11. რადგან 3-ს ლუკა არ აკლდება 6, ამიტომ 8-ს გამოკლებული 4 არის 4, მაგრამ აქ 4-ს კი არ დავწერთ, არამედ ერთით პატარას დავწერთ. 3.11-ს დამატებული 3, 14-ს გამოკლებული 6, 8/11 იქნება და მივაწერ. შემდეგ 9.2/17-ს გამოვაკლოთ 5.5/17. რადგან 2-ს არ აკლდება 5, 2-ს აკლდება 5, ლუკა? არა. ამიტომ 9-ს გამოკლებული 5, 9-ს გამოკლებული 5 4-ია, მაგრამ აქ 4-ს კი არ დავწერ, არამედ ერთით პატარას დავწერ. 3. ახლა როგორ ვიქცევი მე? ამიწვე ფეხი, აბა ჩემთან ერთად ილაპარაკე, ლუკა. 17-ს დამატებული 2, 19-ს გამოკლებული 5, 14/17. რვამთელი 3/13-ს გამოვაკლოთ 4.6/13. რადგან ლუკა 3-ს აკლდება 6, 3-ს აკლდება 6, 3-ს არ აკლდება 6, ამიტომ ცოტა სხვანაირად გვაქვს აქ საქმე. 8-ს უნდა გამოვაკლო 4, არის 4, მაგრამ აქ 4-ს კი არ დავწერ, არამედ დავწერთ ერთით პატარას. მერე 13-ს უნდა დაამატო 3, არის 16, 16-ს გამოკლებული 6 და 10/13 მიეწერება აქ. 9.2/11-ს მინუს 1.4/11. რადგან, აბა ლუკა კიდევ ერთხელ მითხარი, 2-ს გამოაკლდება 4? არა, 2-ს 4 არ აკლდება. ამიტომ 9-ს გამოკლებული 1 8 არის, მაგრამ აქ 8-ს კი არ დაწერა, არამედ ერთით პატარას დაწერა. 7.11-ს დამატებული 2 რამდენია? 13. 13-ს გამოკლებული აქ რომ წერია ის 4 რამდენია? ოჩა 9/11-ია. შემდეგი 6.1/7-ს გამოკლებული 2.4/7. რადგან, აბა კიდევ ერთხელ მიპასუხე, აბა ლუკა, 1-ს
1-ს აკლდება 4? 1-ს არ აკლდება 4, ამიტომ 6 გამოკლებული 2 4-ია, მაგრამ აქ წერთ ერთით პატარას 3.7 დამატებული 1. 7 უნდა დაამატო 1. 7 უნდა დაამატო 1. არის 8. 8-ს უნდა გამოვაკლო, აქ რომ წერია ის 4. 4 მე-7 მიეწერება. მეხუთე 6.2 მე-11-ს მინუს 5 მე-11. რადგან 2-ს არ აკლდება 5, ლუკა, ამიტომ აქ 6 წერია და აქ დაწერ ერთით პატარას 5. მერე ამიწვე ახლა ფეხი. 11-ს დამატებული 2, 13-ს გამოკლებული 5, 8 მე-11. 8.3 მე-7-ს გამოვაკლოთ 5 მე-7. რადგან 3-ს არ აკლდება 5, ამიტომ 8-ის ნაცვლად აქ დაწერ ერთით პატარას, ანუ 8-ზე ერთით პატარა რიცხვი არის 7. მერე როგორ ვიქცევით აბა ჩემთან ერთად, ლუკა? 7-ს უნდა დაამატო 3, 10-ს გამოკლებული 5, 5 მე-7 მიეწერება. 9.1 მე-5-ს გამოკლებული 3 მე-5. აქ რადგან 1-ს არ აკლდება 3, ამიტომ 9-ზე ერთით პატარა უნდა დავწეროთ აქ 8.5-ს დამატებული 1, 6 გამოკლებული 3 და 3 მე-5 მიეწერება. 10.2 მე-7-ს გამოვაკლოთ 4 მე-7. როდესაც 2-ს არ აკლდება 4, ამიტომ 10-ის ნაცვლად აქ დავწერთ ერთით პატარას 9. მერე ჩემთან ერთად ილაპარაკეთ, ანდრია. 7-ს დამატებული 2, 9-ს გამოკლებული 4, 5 მე-7. 6.1 მე-13-ს მინუს 6 მე-13. როდესაც 1-ს არ აკლდება 6, ამიტომ აქ 6 რომ წერია, ამის ნაცვლად, ამის ადგილას დაწერ ერთით პატარას. 6-ზე ერთით პატარა 5. აბა ანდრია ჩემთან ერთად ილაპარაკე. 13-ს დამატებული 1, 14-ს გამოკლებული 6, 8 მე-13. 9.2 მე-17-ს გამოკლებული 10 მე-17. უდრის. რადგან 2-ს არ აკლდება 10, ამიტომ 9-ს ნაცვლად აქ დაძერ ერთით პატარას 8.17-ს დამატებული 2, 19-ს გამოკლებული 10, 9 მე-17. 8.3 მე-11-ს გამოკლებული 5 მე-11. ეს არის, რადგან 3-ს არ აკლდება 5, ამიტომ 8-ს ნაცვლად დავწერთ ერთით პატარას 7. აბა ანდრია ჩემთან ერთად და მე შენ ძმას აუხსენი, შენ თვითონ 11-ს დამატებული 3, 14-ს გამოკლებული 5, 9 მე-11. აი ეს არის ის ახალი საკითხები, რომელიც მე თქვენ ზედმიწევნით კარგად უნდა მისწავლოთ. მე რაც აქ მაგალითები დავწერე დაფაზე, ადექით და ყველა ეს მაგალითები ჩემთან ერთად მე როგორც ლაპარაკობდი, ისე აიღეთ და ხელმეორედ დაწერეთ. ეს იქნება თქვენი დავალება. ლუკა, გაიგე? აბა ერთხელ კიდე გავიმეოროთ. ერთხელ კიდევ გავიმეოროთ, დღეს რა დავწერეთ? დღეს დავწერეთ ჩვენ აი ასეთი ჯიშის და ერთხელ კიდე გავიმეოროთ. აგერ 8.3 მე-11-ს გამოკლებული 5. როდესაც ჩემთან ერთად ილაპარაკეთ, ანდრია, და შენი ძმა ალაპარაკეთ ჩემთან ერთად, როდესაც შერეულს ვაკლებთ მთელს, ის ჩვეულებრივია. 8-ს გამოკლებული 5 3-ია,
და 3 მე-11 ჩვეულებრივი დროს მიეწერება, მაგრამ პირიქით 7-ს გამოკლებული 2.3 მე-7 ეს არაა ჩვეულებრივი, როდესაც მთელს ვაკლებთ შერეულ წილად. ის არაა ჩვეულებრივი 7-ს გამოკლებული 2 5-ია, მაგრამ აქ წერთ ერთით პატარას, როდესაც ერთით პატარას დავწერთ, მაშინ აქ 3 მე-7-ს თელამდე რამდენი წაკლია ეს უნდა მიაწერო. 4 მე-7 3 მე-7-ს მთელამდე 4 მე-7 აკლია. ესე იგი როგორ ვღებულობთ? 7-ს უნდა გამოვაკლო 3, არის 4 და 4 მე-7 მიაწერება. შემდეგი 6 გამოკლებული 3 მე-13. როდესაც მთელს ვაკლებთ წესიერ წილად, ის არაა ჩვეულებრივი. 6-ის ნაცვლად დავწერთ ერთით პატარას 5.3 მე-13-ს თელამდე აკლია 10 5 და 10 მე-13 მიეწერება. 8.1 მე-13-ს გამოკლებული 4 და 3 მე-13. ეს არაა ჩვეულებრივი. 1-ს გამოკლებული 3, 1-ს არ აკლდება 3, ამიტომ 8-ს გამოკლებული 4 არის 4, მაგრამ აქ 4 კი არ ვწერ თ, არამედ ერთით პატარას დაწერ 3. ჩემთან ერთად ანდრია 13-ს დამატებული 1, 14-ს გამოკლებული 3, 11 მე-13 და ბოლო 6 და 2 მე-17-ს გამოკლებული 5 მე-17. როდესაც 2-ს არ აკლდება 5, აქ 6-ის ნაცვლად დაწერ ერთით პატარას 5. ჩემთან ერთად ანდრია და მე ლუკას შენ აუხსენი 17-ს დამატებული 2, 19-ს გამოკლებული 5, 14 მე-17 მიეწერება. მადლობთ ყურადღებისთვის, ლუკა და ანდრია. დიდი მადლობა. აი ეს რაც დაფაზე დავწერე, ჩემთან ერთად როგორც მე ვლაპარაკობდი, ისე ილაპარაკე ანდრია შენ და შენი ძმაც ალაპარაკე, სულ ალაპარაკე. კარგად.